წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების ძიება. გადაცემათა ახალი ციკლი ზალ ჯალაღონიას ავტორობით. ყოველ ოთხშაბათს, შაბათს და კვირას. კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები. ქართულ დილაში 9 საათსა და 30 წუთზე. დინტირიაშ ქიანა, მერქა ოფუტი. კოლხურ ცნობიერში დროის ათვლა უფრო აჩქარებული ფორმით წარმოგვიდგება, ვიდრე ეს სხვაგან ხდება. მიზეზი ძნელი ასახსნელია, თუმცა ფაქტის აღნიშვნა ნამდვილად შეგვიძლია. ამ ყველაფერში მოცემულია დროს სივრცული აღქმის თავისებურებანი, რაც იმთავითვე მოაზრებული იყო ქართველურ ზეცნობიერში. ზოგი იდიომა თუ ხატოვანი სიტყვა ენის არაპოპულარობის გამო ერთგვარ იუმორისტულ თვისებებს იძენს. არა შინაგანად მასში მიძინებულს, არამედ გარედან თავს მოხმოვებს. და ამ ყველაფრის გამო უაღრესად დიდი კოსმოლოგიური თუ ცხოვრებისეული სიბრძნე ჩვეულებრივი მოვლენა ხდება. ასეთია მეგრული ხატოვანი გამოთქმა დინტირიაშ ქიანა. მიწიერ სამყოფელს ქართულ ენაში აქვს უაღრესად ტევადი და მეტაფორიზებული სახელწოდება წუთის სოფელი. ხშირად დაუწერიათ ქართულ მკვლევარებს, ლიტერატორებს, რომ ასეთი ძლიერი სიტყვათ შეხამება გვაქვსო. არაფერი თქმულა ზოგადად ქართველურ ცნობიერში რა სახელი არსებობს მიწიერი სამყოფლისა. მეგრულ ენაში ამ სოფელს დინტირიაშ ქიანა ეწოდება. ამ სიტყვას მხოლოდ ხუმრობით თუ იტყვიან დღეს, არადა მისი სიღრმე აღემატება წუთის სოფლის ცნებასაც. ამ სიტყვის შინამოში დევს აზრი, რომ მიწიერი სოფელი იმდენად მეყსეულია, რომ უნდა დაეტიო, მისგან მცირედიც უნდა იკმარო. ასევე კოლხთა აზროვნებით წუთი შეცვლილია წამით, ანუ მერქა ოფუტე, იგივე წამის სოფელი. მეტაფორიზება კიდევ უფრო გაძლიერებულია, ხოლო დროის ხანგრძლივობა უფრო დაჩქარებული. ამიტომაც კოლხურ ცნობიერში მიწიერი სამყოფლის აღქმა უფრო ძლიერია. აქვე მოყავს ერთი საინტერესო და უიშვიათესი მეგრული ლექსი ამ ყველაფრის დასადასტურებლად, რომელიც ვინმე ახვალა ვართაგავას 1869 წელს უტუ მიქავასთვის მიუწვია. ცაშა ტყვალეფ ვემიდგინე, ზღვაშა ბოგა ვეგიდვინე, მუდგა გერო გინირთე, ღურა ვემკიჩილითე, თინა ხოლო გიჩქუდას, ვარდი ვაფალიონს იანარს, ვადინტირენ შარავარე, დინტირიაშ ქიანას. ამ ლექსში გატარებული აზრობრივი თუ ფილოსოფიური კონცეფცია საკმაოდ შორს მიდის. შეუძლებლობის შესაძლებლად გარდაქმნა ფუჭია. კანონზომიერების დარღვევა უბრალო მოკვდავს არ გზავნებს. ყველა ხორციელს მიწის ვალი ადევს. მართალია ეს ადამიანისთვის ძნელი გასაცნობიერებელია, მაგრამ უნდა შეეგუოს მოკვდავი. სულ მცირედი იკმაროს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. გაკერპება და სიჯიუტე შედეგს ვერ გამოიღებს. სიკვდილს ვერავინ აიცნობს. ამიტომაც მოკვდავმა ამ სოფლისგან უმცირესი უნდა იკმაროს და რაც მიიღო მისგან ყოველთვის მადლობელი უნდა იყოს. მთელი ლექსის ფილოსოფიური კონცეფცია ეს გახლავთ, რაც თავისთავად საინტერესო და სინამდვილის რეალურ აღწერას წარმოადგენს.